ვენეციის კომისიის დასკვნა ქართულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახალი შესწორებები ხელს უწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობისკენ პროგრესს. დასკვნაში ვკითხულობთ, საბჭოს იურიდიული კომპონენტი უნდა იყოს არჩეული მოსამართლეთა თვითმმართველობის, იგივე მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. კანდიდატები კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა დაასახელოს, ანუ მას ეძლევა კანდიდატის წარდგენის ექსკლუზიური უფლება. ამასთან, მოსამართლეთა კონფერენციას ჰყავს ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ეს ფუნქციები კონფერენციის ხდომებს შორისაც. ამასთან დასკვნის მიხედვით პრეზიდენტისთვის საბჭოს წევრების დანიშვნის უფლების გაუქმება, როდესაც ეს პრინციპში პოზიტიური ნაბიჯია, შეეწინააღმდეგება კონსტიტუციის 73 მუხლს, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში შევა ძალაში და რომელიც პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ დანიშვნებს განსაზღვრავს, თუმცა ამ დროისთვის პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური უკვე აღარ იქნება. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა და აცხადებს, რომ ის ერთგვარად მწვანე შუქის ანთება არის იმ ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად, რომელსაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს. საპარლამენტო უმცირესობა კი აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციას იმ შემთხვევაში ექნება ნაყოფიერი შედეგი, თუ საქართველოს მთავრობა მას მთლიანად და არა ნაწილობრივ გაითვალისწინებს. ჩვენ გაყოფილები ვართ იმითაც, რომ ვენეციის კომისია მანთო მწვანე შუქი იმისთვის, რომ ცვლილებები, რომლებსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონპროექტი განხორციელდეს ეხლავე დაუყოვნებლივ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას შეუდგებით კიდევაც. არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებიც. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მთლიან რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და არა ნაწილობრივ. სამწუხაროდ ჩვენ მოვისმინეთ პირველ ეტაპზე, რომ თითქოს ისინი კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ გუშინ მე მოვისმინე განცხადებები, რომ ისინი არ აპირებენ მთლიანი რეკომენდაციების გაზიარებას, რაც იქნება ძალიან ცუდი, ეს აუცილებლად აისახება შემდეგ საქართველოს მიმართ სხვა დოკუმენტებში. თავიდან იყო გაცხადებული იმ პრინციპებს, აპრინციპებს პირველი მოსმენით პირებული იქნა პარლამენტის მიერ ამ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, რაც შეეხება შემდგომ გავაგრძელებულ ბუნებრივ მუშაობას იმ პრინციპებზე და ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე და მე ვიღებ მეორე და მესამე მოსმენით.